ბავშვებო, კითხვა მაქვს, თქვენი აზრით ვინ არის ყველაზე ლამაზი წყვილი ამ სახლში? აისი და მე. დაგენიძლევებით რომ მე და მაია. ისე მაცივარში რამე გემრიელი არის. მადლობა მასკოტ. მაია, მასკოტი ძალიან ბევრს ჭამს. ნახე, მთლიანად შევიდა უკვე მაცივარში. ეს რა არის? მასკოტ მაცივარში რას ეძებ? მანდ არაფერი არ არის. გითხარით მზად რო იქნება დაგიძახებთ თქო. ბოდი შეუვალ მხოლოდ საღუსმე სადილი და ვახშამი არ მყოფნის. სნეკებიც მინდა ხოლმე. შეგიძლია ვაშლი ჭამო. მასკოტს სტაფილო უყვარს, მაგრამ აღარ არის. მასკოტს თუ სტაფილო უნდა შეუძლია სარდაფში ჩოვიდეს. მაგრამ ბნელა საშიშია და ბევრი ობობაა იქ. ბოდიში, მაგრამ ჩემი საოცარი თეთრი კოსტუმით სარდაფში ვერ ჩავა. დაისვრება. ვაიმე, როგორ სუფთა. ხო, მასკოტ, ფრთხილად იყავი და მოუფრთხილდი მაგ კოსტუმს. ოიმე, ბანი, თქვენ გეძებდით, არც ისე კარგი ამბავი მაქვს. წვრთნელოები შეიძლება რომ სხვა დროს გითხრათ დილით და არა საღამოს. გვინდა რომ დააძინება შევძლოთ ამის შემდეგ. არა, ეს ვერ მოითმენს. ვირთხებმა გადაწყვიტეს რომ ხმა მისცენ. ყველაზე ლამაზი წყულისთვის მე და მაია გავიმორჯობთ. არა, ვისაც ყველაზე მეტი ხმა ექნება ეს ადამიანი დატოვებს ამ სახლს. რას ფიქრობთ? რას გულისხმობთ? ხო, ვირთხებს ვიღაც ხალხი არ მოსწონთ და მასწავლებელმა იქთან შეათანხმეს და მაიკმაც თანხმობა მისცა. მესმის რომ მასწავლებელი მაიკი ჩვენი მასწავლებელია და ვირთხები ეხმარებიან, მაგრამ ასე არ შეიძლება, ვერავის ვერ გააგდებენ. იცი რა, გადავწყვიტე ხმას ვის მივცემ? ვირთხებს, უკვე ზედმეტად შეტოპეს, არა? მეც ვირთხების წინააღმდეგ მივცემ. არ მინდა რომ გაგანაწყენოთ, მაგრამ ვირთხებს ხმას ვერ მისცემთ, ისინი ადმინისტრატორები არიან. ვა, მაგარია. და რა უნდა უქნა ყველა ბიჭმა რომ ჩემ წინააღმდეგ მიცეს ხმა. არ მინდა ამ სახლის მიტოვება. და ჩვენ ბანი რომ გაგვაგდონ, ქალაქგარეთ სახლი ჩვენ გარეშე არ არის ისეთი კარგი. მაია, ჩვენ ვერ გაგვაგდებენ, იმიტომ რომ ჩვენი სახლია, ბანის სახლია. ხო, და ვარდისფერი არის, ისევე როგორც ბანის ყურები. ბაჭიებო, გაგიმართოთ. არა მგონია გოგოები გააგდონ, მგონია რომ ბიჭებს გააგდებენ, იმიტომ რომ ლურჯ სახლში საშინელება ხდება. აის იმედი არ გაგაგდებენ, შენ ხომ ვარდისფერი სახლიდან ხარ? ბავშვებო, ზუსტად ვიცი რომ გააყალბებენ ხმებს, რაც არ უნდა მოხდეს, მაგრამ კარგი, წავიდეთ და ვნახოთ, აბა რა მოიფიქრეს ამ ვირთხებმა. დიანა, ხო დაგვეხმარები. თუ ვირთხები რამის გაკეთებას დააპირებენ, თვითონ გავარდებიან. მე მგონია რომ ვირთხებმა ჩემ წინააღმდეგ მოაწყვეს ეს ყველაფერი და მე გამაგდებენ. კარგი, წარმატებები ყოველას, იმედია აქედან არავინ გავარდება. ხო, იღმალი ჩვენთანაა. წარმატებები ჩვენ ერთმანეთი უნდა დავიცვათ, ხო მიცით? ერთი წამით რა, ვირთხები არაფერს არ წყვეტენ აქ, მთავრები არ არიან. ბანი არის აქ მთავარი და ჩვენი გადაწყვეტილება იქნება ლეილა, რა თქმა უნდა, მაგარი იდეაა კალათბურთელების გაგდება, მაგრამ ყველას უყვარს ისინი და არ ამგონია მათ წინააღმდეგ ვინმე ხმა მისცეს. იანა, რას ფიქრობ, რომ ამ გენიოსმა ლეილამ არაფერი არ მოიფიქრა? მოიცა რა მე მოიფიქრე? ძალიან ბევრი ხმა იქნება კალათბურთელების წინააღმდეგ. ლეილა, გენიოსი ხარ და ბანი მოწყვეტილი ვარსკვლავებით იქნებიან კალათბურთელების გარეშე. ხო, იანა, მართალი ხარ, ბანი კალათბურთელების გარეშე, ბანი არ არის. მაგარია, ყველგან სიმშვიდე იქნება, ლურჯ სახლშიც კი. ლუზერები აღარ მოვლენ ჩვენთან და აღარ გვეტყვიან, რომ კალათბურთელები აბულინგებენ. ხო, აღარანაირი კალათბურთელები და ჩვენ გავაკონტროლებთ ყველას. კარგი, მთავარია, რომ მე რასაც ვიტყვი, შენ ამყვე იცოდე. ხო, და ბანისაც გავაკონტროლებთ. კი, ყველაფერზე დაგთანხმდები და ყველაფერში მოყვები მართლა. იანა, ყველაფერში არ დამთანხმდე, აურევ მერე ყველაფერს. ხო, კარგი. ჟენია, იცი რომ დღეს ხმის მიცემა გვაქვს და ჩვენ ხმას ვის მივცემთ? ბანის, რა თქმა უნდა. ხო, აბა რა, სად არიან ეს კიკიმორები? ალბათ ისევ შხაპს. ვინ არიან კიკიმორები? ბლონდი, კიდევ ასე თუ დაგვიძახებ, შენ გახდები კიკიმორა. დავიღალეთ ამისგან რა. კარგი გოგოებო, ნუ გწყინთ, ვიცოდით რომ გესმოდათ. და დღეს ხმა უნდა მივცეთ ვის? ბანის. მე ზალინას და კოსტას წინააღმდეგი ვარ, ნერვებს მიშლიან. მე ლორენის და დიმას. რომელი დიმა, რომელი ლორენი, ჩვენ ბანის წინააღმდეგ ვართ და ბანი აქ აღარ იქნება თუ გავარდებიან. გოგოებო, ეს ჩვენი ერთადერთი შანსია რომ აქედან გავაგდოთ და ჩვენ ვიქნებით აქ დედოფლები. ხო, ბაყაყი დედოფლები. კარგი, ბანის წინააღმდეგ ვართ. ხო, მე ფეხბურთელების გაგდებას მინდა. კარგი, ფეხბურთელებს შემდეგ გავაგდებთ. ჯერ ბანი, დაიმახსოვრეთ, ბანის წინააღმდეგ ვართ. გაიგეთ? კარგი, გვახსოვს. მახსოვრობის პრობლემა არ გვაქვს. მოკლედ ბიჭებო, საკმარისად გაერთეთ. მალე ამ სახში კონკურსი ჩატარდება და ვიღაცის საწინააღმდეგო დასრულდება. მე არ მადარდებს, ვიცი რომ ჩემ წინააღმდეგ ხმას არავინ მისცემს. ხო, ჩვენი პასუხი შეეშინდებათ. კალათბურთელების ხმის მიცემა არ აინტერესებთ. ისე მომწონს კონკურსის იდეა. ჩვენ სახში ცოტა ადგილია და კარგია გათავისუფლდება.
ხო, ჩვენი სახლი მართლა ძალიან პატარაა, ყველანი ასე ვართ. არა, იქ თქვენთვისაა პატარა და თუ არ მოგწონთ წადით, არავინ გაწალებთ. ხო, ჭკვიანო ფეხბურთელებო. ჩვენ ლუზერების მხარეს ვართ. იცი რა, ჩემი ხმა შენ წინააღმდეგ იქნება. ხო, ჩემიც. ხო, ძალიან შეგვეშინდა. დამიჯერეთ, ფეხბურთელებს არავინ არ გააკეთებს. ლუზერებს უნდა შეგეშინდეთ. ხო, არაფერს წარმოადგენთ. ძალიან სასიამოვნოა ერთმანეთს რო ჩხუბებიან, რომელს გააკეთებენ. ხო, მთავარია ჩვენ არ მოგცეს არავინ ხმა, მამაცი არავინ აღმოჩნდეს. მეგობრებო, ასეთი თავდაჯერებლობა არ გინდათ. ხმა შეიძლება ნებისმიერს მიცე. ამიტომ აქედან წასვლისთვის მზად იყავით. ბიჭებო, ხო გაიგონეთ, ხმა შეიძლება ნებისმიერს მიცენ. ხო, მეგობრებო, შეიძლება რომელიღაც თქვენგანი გააკეთონ. ძალიან მწუხარ. ხო, ალბათ მე ვიქნები. ხო, შენ იქნები. კალათბურთელო, აქ მართლაც ყუილად ხარ. კარგი, ყველაფერს ხმის მიცემა გადაწყვეტს. ხო, ხმები გადაწყვეტს. და რო რამე ბარგის ჩალგებაშიც დაგეხმარებით. დიმა, აბა რას ფიქრობ, ვის გააგდებენ? ჩემი აზრით ლუზერებს. ხო, კარგია, ხვალ მაგათ საუზმეს ჩვენ შევჭამთ, ხო? რას უყურებთ? მე ამ სახლში ყოველთვის ჩემ ადგილას ვიქნები. ჩემ ბოლო ამოს უნდქომდე. ხო, ბოლოს ევდილამდე. ხო, მაგასაც ვნახავთ. და წნარდი ბრაუს, უბრალოდ დარდობენ, რომ გავარდებიან. ბავშვებო, მგონია რომ ვირთხებს ან ჩვენი ან კალათბურთელების გაგდება უნდათ. ჯანდაბა, რისთვის? უბრალოდ არ მოვწონვართ. ვირთხებს არ მოვწონვართ. ბაჭიებო, რაზე ნერვიულობთ? რამდენი ხმაც არ უნდა მოგცენ, აქედან მაინც ვერ წახვალთ. ეს თქვენი სახლია. ხო, ჩვენი სახლია და თუ უმეტესობა ხმების ჩვენზე იყო, სირცხვილია. მე ყველა იტყვის რომ ბანი თალმა სახლმა თქვენ წინააღმდეგ მისცა ხმა. ამიტომ რაღაც მოვიფიქრე. აი ამ ფურცლებზე დავწერთ იანას და ლეილას და ჩავაგდებთ. ხომ ხვდებით, რასაც ვამბობ. ძალიან კარგი იდეაა, მაგრამ ყველა ფურცელს ერთად როგორ ჩავაგდებთ? ხო, შეამჩნევენ. 5 უნდა ვიპოვოთ და წინასწარ ჩავაგდოთ. დარწმუნებული ვარ, ეს 5 იანას და ლეილას ხელებში იქნება. შეუძლებელი იქნება ამის გაკეთება. მასკოტ, ბანისთვის შეუძლებელი არაფერია. ეს უნდა გავაკეთოთ. ვაუ, საშიშია. არა, უნდა გავაკეთოთ. არ ვიცით ვირთხები რას მოიმოქმედებენ. კარგი, წავიდეთ, ვცადოთ მაინც. გოგოებო, არ ვიცი რას გეგმავთ, მაგრამ გირჩევთ რომ ბანისთან კონფლიქტში არ იყოთ. მწვრთნელოები სამართლიანი ხმის მიცემა იქნება და ყველა თავის არჩევანს გააკეთებს. ხო, ვისაც არ უნდა ვისინახო, იმას მისცემს ხმას. კარგი, ჩვენ მოვამზადეთ ხმები და ვიცით, ვის ვაძლევთ ხმას. ხო, რამდენიმე ადამიანია, რომელიც არ მოგწონს და გვინდა რომ გავარდეს ამ სახლიდან. ძალიან კარგი ფეხბურთელებო. კარგი, სხვებმა მოვამზადეთ ხმები? კი, მოვამზადეთ. ძალიან მეშინია, მგონია რომ ყველა ლუზერების წინააღმდეგ მისცემს ხმას. არა, ლუზერების შესამჩნევლები არ ვართ, ამიტომ სხვები უფრო სძულთ. ხო, არავის არ ვაწუხებთ. არ მესმის ვინ ვის აძლევს ხმას, ყველაფერი კარგია, რატომ უნდა მივცეთ ხმა? ბოლო დროს ცოტა აირია აქაურობა და სიტუაცია, ამიტომაც ვაძლევთ ხმას. ხო, რომ სხვებმა გაიაზრონ, რომ ცუდ საქციელს ცუდი შედეგები მოყვება. მომისმინეთ ვირთხებო, საერთოდ ეს რა მოიფიქრეთ? რა ხმის მიცემა? საქმე არ გააქვთ, გამოგელიათ? აი, ბანიც მოვიდა. დასხედით, ხმას თქვენც მისცემთ. სად არის 5? აი აქ. გოგოებო, არაფერი მოხდება. ხედავ, მასკოტ. ჩვენ ხმის მიცემად მოვიდით. ბაჭიებო, გამარჯობა. გამარჯობა, ბიჭებო. კარგი, გამოდარით. ხმის მიცემა დაიწყო? რამე გამოტოვეთ? ბავშვებო, მოდით, ახლა დაიწყება ხმის მიცემა. რაც შეიძლება ჩქარა დაიკავეთ ადგილები. ბავშვებო, როცა ხმას მისცემთ, სწორი არჩევანი გააკეთეთ. ხო, ეს სატყუარაზე არ წამოეგოთ. იმას მიეცით ხმა, ვინც ძალიან ცუდად იქცევა. ჩემმა გოგოებმა სწორად თქვეს ყველაფერი. კარგი საუბარი შეწყდეს. ახლა ყველა მოხვალთ და ჩავაგდეთ. კარგი, დავიწყოთ ხმის მიცემა. პირველი ხმა ჩვენია. ზაკატ, რომეო, სმაილ. ლუზერო ბიჭებო, ნახვამდის. კარგად. პიცა, აის, ზალინა, ნერვიულობ. პიცა, რას ფიქრობ, ჩვენ მოგცემენ ხმას? თუ ვინმე იქნება, ეს ლორენი იქნება, იმიტომ რომ ყოველთვის მეც საჭმელს გთხოვს და ჩვენ არ ვაძლევთ. ტომას და ბროვასტი, ზუპ, შენი ხმა, ბაყაყის გოგოებო, ფეხბურთელებო, თქვენც. და ჩვენი ხმები. როგორი ჩუმია, საშიში. ხო, ძალიან საინტერესოა, სახლს ვინ დატოვებს? ები და მასწავლებელო მაიკ, მალე გავიგებთ გოგოებო, თქვენი ხმები? ვირთხებო, ხმები დაითვალეთ. ვახ, ისე რა კაია, სახლში მეტი ადგილი იქნება და აბაზანის რიგებიც აღარ იქნება საჭირო, ხო? კარგი, მოდი ხმები დავითვალოთ. კალათბურთელები, ლუზერები,
ბანი, კალათბურთელები. კალათბურთელები, ბანი, რა? კალათბურთელები. შეუძლებელია. ზალინა, ლუზერები. კალათბურთელები. კალათბურთელები. ლუზერები. კალათბურთელები ისევ, ბაყაყები. და აქ რა გვაქვს? ლეილა, კალათბურთელები. მეც კალათბურთელები. ლუზერებო, ხმა ჩვენ მოგვეცით? დამშვიდდით და შედეგებს მოусმინეთ. ისევ კალათბურთელები, კალათბურთელები და ბოლო ხმა, კალათბურთელები. მაგარია, ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღეა. მოიცადეთ ეს სისულელეა, ყველამ კალათბურთელებს მიეცით ხმა? ერთი წამით რაღაც არასწორია, მგონია რომ ვირთხებმა სპეციალურად გააკეთეს ასე და გააყალბეს. ბანი დამშვიდდით, ვიცით რომ მტკივნეულია, მაგრამ უნდა მიეჩვიოთ. კალათბურთელებო, ჩაალაგეთ ნივთები, მიდიხართ. მაიკ ეს სისულელეა. კალათბურთელები აქ დიდად გულზე არავის არ ეხატება. ჩვენ აქედან არსად წასვლას არ ვაპირებთ. დიახაც, ხომ გაიგეთ, არავინ არსად არ მიდის, ჩემი ბიჭები რჩებიან. პოლიციელო ჯორჯ, დაეხმარეთ კალათბურთელებს ჩალაგებაში. მოკლედ კალათბურთელებო, ეს სახლი უნდა დატოვოთ. არა, არსად არ წავალთ. ხო, კალათბურთელებო, თქვენი აქ ყოფნის ბოლო დღეა. აი რას გეტყვით ყველას, კალათბურთელები თუ წავლენ, ბანიც წავა იცოდეთ. გასაგებია? ხო, და თუ ბანი წავა, ეს სახლი დაიხურება ყველა თინეიჯერისთვის. არ უნდა, თქვენი არჩევანი გააკეთეთ, ხო? კარგი. იცოდით რომ კალათბურთელებს გვერდში დავუდგებოდით, ხო? ყოჩახ გოგოებო, ჩემი გოგოები, ბრავო. ები, რას აკეთებ? ვამაყობ გოგოებით. ხო, კარგი იქნებოდა ბანიც რომ წასულიყო და არა კალათბურთელები. არა უშავს კალათბურთელებიც წავიდნენ ჯობია. ვერ ხედავ როგორ მთავრდება ყველაფერი, სახლი იხურება. ბანი, ეს წესების გარეშე თამაშია. თინეიჯერებმა კალათბურთელებს მისცეს ხმა, ახლა რა უნდა გავაკეთოთ? რაღაც ეჭვმეპარება ვირთხებო, თუ ეს სამართლიანი ხმის მიცემა იყო, მოგვეცით 5 და ჩვენ დავთვლით ამ ხმებს. რა სიტყვით? კარგი აზრია, მხარდაჭერა. აბა დიანას ვინ უჭერს მხარს? ჩვენ მხარს ვუჭერთ. არა, გოგოებო, ხმის მიცემა ანონიმური იყო, არ მოგცემთ 5-ს. ლეილა, რა პრობლემაა? თუ მართლა გულწრფელი იყო, ვისი გეშინია? იცი რა, არავის არ მივცემ ამ 5-ს. არა, ლეილა, მიეცი 5. რა გითხარი, ამყევი უმეტეს რაღაცეებში თქვა არ გითხარი? კარგი, ვირთხებო, მოგცემთ 5-ს თუ არა? თუ გაყალბებული იყო ეს ხმის მიცემა? კარგი, კალათბურთელებს შეუძლიათ დარჩნენ, მაგრამ 5-ს არ მოგცემთ, იმიტომ რომ ანონიმური იყო. არა, ლეილა, მოგცემ 5-ს. კარგი. დავითვალოთ ახლა ხმები, მაგრამ კალათბურთელებო, თუ ხმები გულწრფელია, წასვლა მოგიწევთ. დაგეხმარებით, მწვრთნელოები. იანა, ეს დასასრულია. რატო? ჩვენ, არავინ არ იცის, რომ ჩვენ ქენით. იანა, რა სულელი ხარ, სულელი. შოკში ვარ, ამდენ ხანს გაიწალა, იმიტომ რომ ბანი რაღაცას ცდილობს. ხო, არ უნდათ რომ ბიჭებს დაემშვიდობონ. ვინც ჩვენ მოგვეცით ხმა, საერთოდ ყველას დაგერხევათ. ხო, წარმოდგენა არ აქვთ. მაინც არაფერი გამოვუვათ, ბაჭიები ჩვენ დაგვიცავენ. კარგი, კალათბურთელების წინააღმდეგ 35 ხმა დავთვალეთ. 15 ბანის წინააღმდეგ და 15 დანარჩენების. რაც ძალიან უცნაურია, იმიტომ რომ აქ სულ 30 ადამიანი ვართ. საინტერესოა, დანარჩენი 35 ვინ არის, ვინც კალათბურთელებს მისცა ხმა? რა? ვიღაცამ ჩაგვიწყო მართლა? ვიღაც ცდილობს რომ აქედან გაგვაგდოს? გოგოებო, ყველაფერი თქვენ თვითონ მოაწყოთ. მასწავლებელო მაიკ, რა? ჩემში გეპარებათ ეჭვი თქვენს მარჯვენა ხელში? მე ყოველთვის ხო მართლა. კარგი, აბა რა გავაკეთოთ? დავეხმარო კალათბურთელებს პარკის ჩალაგებაში. არა, ამ სიტუაციაში ვირთხებს უნდა დაეხმაროთ ჩალაგებაში. გოგოებო, იანა და ლეილა, რატომ ცდილობთ რომ აურიოთ ყველაფერი? ანუ ჩვენს წინააღმდეგ ხართ, ხო? ადმინისტრატორების, ხო? გაჩერდი. ხო მითხარი რომ ნახეთ ვირთხებს უნდათ რომ კალათბურთელები გაეგდოთ. ხო, ეგეთები არიან. კალათბურთელებო, ნუ ნერვიულობ, შეგიძლიათ დარჩეთ, იმიტომ რომ გამოცხადდება როგორც უსამართლო. და აბა ახლა ვინ უნდა წავიდეს? ვირთხები. გოგოებო, თქვენი მხელა ვერ მოგათხარეთ, რომ საბოლოოდ თქვენ თვითონ ჩავარდით შიგნით. მასკოტ, ფრთხილად ამ ხვრელში უფრო ღრმად არ ჩავარდე. კარგი, მეგობრებო, ბოლო ვახშავი მოვაწყოთ ვირთხებთან ერთად. ვირთხებო, ეს რატომ გააკეთეთ? ბანი, არა და გვყავდით ხმუჭში. ხო, კიდევ ერთხელ იტყვიხოს და დაგარტყავ. მეგობრებო, ჩემი აზრით ვირთხებთან ერთად ბოლო ვახშავის მოწყობა საჭირო არ არის. ყოველ მაინც პიკნიკზე მივდივართ. იანა, ნუტირი, ასე მარტივად ვერ მოგვიშორებენ. უკვე მოგვიშორეს. იანა, კიდევ ერთი გეგმა მაქვს წამო.
ხო, ჩემი მარჯვენა ხელისგან ამას ნამდვილად არ მოულოდი. უყურე შენ საყვარელ გოგოს რა შვება? არა, ეგეთი მართლა არ არის. უბრალოდ კალათბურთელები არ უყვარს. იდიოტი ხარ, მაიკ. კარგი, ვინც ხმებს ასე გააყალბებს, ან რამე ცუდს გააკეთებს ამ სახლში, ის გავარდება ამ სახლიდან. გასაგებია? ხო? კი. გასაგებია. კი, იმედგაცრუებული ვარ, ძალიან. გთავაზობთ ვივახშმოსთ, სანამ ვირთხები ჩაალაგებენ. ხო! ბავშვებო, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერთ არხი და დააჭირეთ ზარს. ცუდი რამე არასდროსად გააკეთოთ, თორემ თქვენ მოგიბრუნდებათ ისევ. ხომ დაინახეთ ვირთხებს რაც დაემართათ. კარგად! For the record, I'm done trying to make y'all comfortable. For the record, you ain't trying to grow, then it's done for you. For the record, lab on me going all the way. For the record, ain't trying to link, no time to waste. For the record.